დანგრეულია 5 საცხოვრებელი სახლი, 38 ოჯახი კი სტიქიის ზონიდან გაყვანილია. ტყიბულში სოფელ კურსებში ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესები დილა ადრიან დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით მსხვერპლი არ არის. დაზარალებული ოჯახების სასტუმროებში განთავსებას ტყიბულის მერია უზრუნველყოფს. მეწყრულ ზონაში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის სახანძრო სამაშველო ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური. დაიწყო გრევა სახლებმა და გამოვიქეცით ჩვენ შემოგებლა გარეთ სოფელ რომელიც თელი ქუჩა და თელი სოფელი მოწყვეტილი. ხმა იყო რაიმე ხმაური ხმა იყო კი ძლიერი ხმა იყო და ადრე შეგინიშნოთ მეწყრული პროცესი სოფელში. არა. თენ დაგვეგრა სახლები კარგად ნაშრომი ნაოფლარი ნათვალები. შავებული არავინ. არა, ზარალი არა. გავაღვიძეთ ერთმანეთი ქუჩამ და გამოვიქეთ თან მაშველები მოვიდნენ შემდეგ და დილის 5 საათზე დაგვიკავშირდა მეზობელი და გვაცნობა რომ სოფელში იყო ვარდსოფი. როდესაც გავედით გარეთ, სიტუაცია იყო აშკარა, ხეების ხმა და ზოგადად უკვე სიტუაცია იყო ნაცნობი. ვარდსოფი არის ჩამოწოლილი, რამოდენიმე სახლი არის დაზიანებული, 38 ოჯახი გვარდ გამოსულები და თქვენ თვითონაც ხედავთ ალბათ სიტუაციას როგორიც არის. ადგილზე მობილიზებული არის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ყველა სახელმწიფო უწყება. ტყიბულის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული მოქალაქეების საცხოვრისით უზრუნველყოფას, მოვახდით მათ გაყვანას სასტუმროებში. ადგილზე მუშაობს გეოლოგების ჯგუფი და ველოდებით მათ დასკვნას. საბედნიეროდ დაშავებული და გარდაცვლილი არ გვყავს, ასე რომ კიდევ ერთხელ ველოდებით გეოლოგების დასკვნას შემდეგი პროცესების განვითარებისთვის. გავს ინფორმაციას არ ვფლობდით აღნიშნულთან დაკავშირებით, არ იყო განცხადება შემოსული მუნიციპალიტეტში და მოულოდნელად დილის 4 საათზე განვითარდა ეს მოვლენა. 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანას ქვეყანაში ხელისუფლება აღარ აკრძალავს. სანაცვლოდ მთავრობის გადაწყვეტილებით გაიზრდება ავტომობილის შემოყვანის აქციზი და ის 1 კუბზე 4.5 ლარით განისაზღვრება. აღნიშნული კორექტირების შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ხდომაზე განაცხადა. სიახლე, რასაც მინდა ყურადღების გამახვილება, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით და გვინდა გარკვეული კორექტივები შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში, კერძოდ შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად შესაბამის ავტომობილებზე, ანუ 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება გამბაშების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული 1 კუბზე 4.5 ლარი შესაბამისად ჩანაცვლდება შემოყვანის აკრძალვა შესაბამისი გაზრდილი აქციზის ტარიფით. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ჰაერის სისუფთავეზე და სწორედ ამ მოტივით იყო ნაკარნახების გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო. გარკვეული კორექტივები შევიტანეთ ამ გადაწყვეტილებაში, რაც ეფუძნებოდა შესაბამისი კერძო სუბიექტების ინტერესებს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, რასაც ფართოდ იყო გაშლილი მშენებლობა საზოგადოებაში. ზესტაფონის მეოთხე საჯარო სკოლაში რეგიონალური სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მინი-ფეხბურთში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ტურნირი იმერეთის სასკოლო ოლიმპიადისა და საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ერთობლივი პროგრამის შემადგენელია და ის ვაჟთა და გოგონათა შორის ტარდება. გახსნის ცერემონიაზე ტურნირის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს ზესტაფონის თვითმმართველობის პირველმა ხელმძღვანელმა პირებმა, რეგიონის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ქვეყანაში 10 წელია ტარდება. შეჯიბრებები სპორტის 7 სახეობაში იმართება. დასკვნითი შეხვედრები წელს ივნისში ბათუმში ჩატარდება. წელს არის მე-10 საიუბილეო წელი, რაც რეგიონული თამაშები ტარდება სასკოლო სპორტული ოლიმპიადის. იმერეთის ერთ-ერთი როგორც ყველაზე წარმატებული რეგიონი აქტიურად არის ამ პროექტში ჩართული. ერთი კვირის წინ გაიხსნა რეგიონული თამაშები კალათბურთითა და მაგიდის შოთბურთით და დღეს ზესტაფონი თამაშობს მასპინძლობს მინ ფეხბურთს ხვალაც, რა თქმა უნდა, ხვალ გოგონები იასპარეზებენ. წარმოდგენილი არის 12-ვე მუნიციპალიტეტი. დიდი მადლობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტს არაჩვეულებრივი
გახსნისათვის აი ამ დღევანდელი ჩვენი ტურნირის წარმატებები მინდა უსურო ჩვენს ახალგაზრდებს, რამდენადაც აქ გამარჯვებული გუნდები წარმოადგენენ იმერეთს დასავლეთ საქართველოს ზონალურ თამაშებზე, ხოლო ზონალური თამაშების გამარჯვებულები რესპუბლიკურ თამაშებში ღებულობენ მონაწილეობას, რომელიც არის ფაქტიურად გზა ბავშვთა მსოფლიო ჩემპიონატისაკენ. მე მინდა რაც შეიძლება ბევრი გუნდი ვიხილო, როგორც რესპუბლიკურ ფინალურ თამაშებზე, ასევე მსოფლიო ჩემპიონატზე იმერეთის სახელით, რომლებმაც თავიანთი სკოლა, თავიანთი რეგიონი, თავიანთი მუნიციპალიტეტი და ბოლოს თავიანთი ქვეყანა უნდა ასახელონ. დღევანდელი შეხვედრაში მონაწილეობს 12 გუნდი. მე აღვნიშნე, რომ იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტი არის აქ წარმოდგენილი. ეს არის მინი ფეხბურთის წესებით თამაშობენ ისინი, არის 10 წუთიანი ტაიმები, მთლიანად ისინი 20 წუთის განმავლობაში იმყოფებიან მოედანზე და მე მინდა აღვნიშნო, რომ ყოველწლიურად იხვეწება დონე ამ ჩვენს ტურნირში მონაწილეების, რაც არის ძალიან დიდი წინსვლა და არის მაჩვენებელი იმისა, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი არის უკვე ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენი ახალგაზრდების და რომ ეს პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ყველაზე მასობრივი პროექტი ზოგადად ქართულ სპორტში და სასკოლო სპორტში. მოვადგეთ კვალიფიციის ნომერ 6 საჯარო სკოლას და მომზადებულები ძალიან კარგად ვართ. მთელი რა როცა გავიგეთ რომ ტურნირი იქნებოდა, დავიწყეთ მომზადება და შევუდექით ერთიანი ძალებით. ჩვენ ძალიან მომზადებულები ვართ და აუცილებლად მოვიგებთ და გავიმარჯვებთ ამ ტურნირსაც, როგორც სკოლების ტურნირი მოვიგეთ თავიდან და ფინალში გავედით და ვიწვალეთ ამისთვის აქამდე რომ ვსულიყავით ძალიან ბევრი და ბოლომდე მიუდგებით საქმეს. ერთი სკოლის ბავშვები ვართ, ყველა ერთ გუნდში ვთამაშობ და ძალიან კარგად ვართ მომზადებულები. ჩვენ 38 საჯარო სკოლის გუნდი ვართ, გავხდით ჩემპიონები ქუთაისში და ახლა ჩვენი მიზანია რომ გავიდეთ მსოფლიო ტურნირზე. ახლა მონაწილეობთ იმერეთის ლიგაზე, საკმაოდ მომზადებულები ვართ, მზად ვართ საკმარისი პაიქრობა გავუწევთ ნებისმიერ გუნდს და მოვიგოთ ეს ჩემპიონატი. დიდი მზადება გავიარეთ ამ ტურნირისთვის. ვცდილობ ვესწრებით მაქსიმალურად რომ მოვიგოთ და წინ უფრო დიდი ჩემპიონატები გველოდება. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოში მოქმედი ყველაზე მასშტაბური პროგრამაა, რომელშიც ყოველწლიურად 100,000-ზე მეტი მოსწავლე ერთვება. მისი ისტორია 2015 წლიდან იწყება. სწორედ ამ წელს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პირველი თამაშები გაიმართა, რომლის დასკვნით ეტაპს ანაკლიის მომავლის ბანაკმა უმასპინძლა. ამ დროიდან ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება ქვეყნის ყველა რეგიონში და მუნიციპალურ, რეგიონულ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს თამაშებისა და დასკვნითი შეხვედრების ეტაპებს მოიცავს. ორწლიანი ციკლის გამარჯვებული სკოლები სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატების საგზურებს მოიპოვებენ.